მოგესალმებით მეგობრებო, თეთრ მთვარეზე მინდა კიდევ ერთი ვიდეო ჩაგიწეროთ. ოღონდ უფრო თერაპიულ პრაქტიკებში, უფრო სიუჟეტურად მინდა აგეხსნათ, როგორ მუშაობს სინამდვილეში სელენა, რას ვაკვირდებოდი ხოლმე ჩემს თერაპიულ პრაქტიკებში, პირადად ჩემს თერაპიებზეც მაგალითად და როგორ გავდიოდი ხოლმე სელენას ენერგიაზე. და იცით, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მინდა გითხრათ, ახლა ვინც მე მისმენთ დიდი ხანია დაახლოებით ხვდებით უკვე როგორ მუშაობ უფრო სიღრმისეულად უყურებ ასტროლოგიას, უფრო ენერგეტიკულ, ფსიქოლოგიურ კარმულ დონეზე განვიხილავ ხოლმე და არა უბრალოდ მხოლოდ ისეთი მშრალი ანალიზი. და ვინც სწავლობთ ასტროლოგიას, ვინც თქვენ თავზე მუშაობთ, უფრო გამოგადგებათ ეს ინფორმაციები, რაც მინდა ახლა დღეს მოგიყვეთ. საერთოდ როცა ვლაპარაკობთ ხოლმე თეთრ მთვარეზე, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ იქ შავ მთვარესაც ის კოტით ამრატყված გადაწყვიტა ისე ჩემთან ერთად ეთერში ძილი აქ მეორე მყავს. ფუფიკა, მოკლედ ჰეკატეს მეძახიან ხოლმე ამ ჩემი კატებით. და სელენაზე რამე და ეხლა დღეს მომეყოლა თქვენთვის. იცით, ერთი 15 წელია დაახლოებით ასტროლოგიაში ვარ, ფსიქოთერაპიულ პრაქტიკებში, ჰიპნოთერაპიულ პრაქტიკებში და რას ვაკვირდებოდი ხოლმე, როცა სელენაზე გავდიოდით, ხო, ნათელ კარმას როცა ვამბობთ, თქვენ იცით, რომ სელენა ლილიტი ეს არის ერთი ჯოხის ორი ბოლო ესე ვეძახით ხოლმე. ძალიან ხშირად გგონია, რომ აი ახლა შავ მთვარეზე არის ადამიანის სინამდვილეში სელენას ენერგეტიკაში არის ოღონდ არასწორად, სადღაც. და მე არ არის ხოლმე მნიშვნელოვანი დაუბრუნდეთ სელენასთან უფრო გაცნობიერებულად, უფრო ნამდვილად, ისე რომ ვთქვათ, და ის ლილიტის ავტომატურად მუშავდება. იმიტომ რომ აი სელენა ლილიტის ღერს უყურებ ხოლმე როგორც გახლეჩვა, შუაზე რიხლიჩება რაღაც ერთი მთლიანი. და თავის პოლარობებში ცხოვრობს, ადრეც წინა ვიდეოშიც ერთ-ერთ სელენას ვიდეოში შემოგთავაზეთ ესეთის, რომ ეს არის რაღაც პოლარობები ჩვენში გახლეჩილი მე და სხვათა შორის ბიპოლარული აშლილობის პრობლემებს როცა ვეხებოდი ხოლმე, ძირითადად სელენა ლილიტის ღერძი იყო ხოლმე აქ მათ როგორც ჰქონდათ პირად რუკაში სელენა ლილიტი, რაღაცა პოზიტიური ნათელი ენერგია, რაღაც პერიოდი ნათელ ენერგიას ცხოვრობენ, ოღონდ იმ რუკაში როგორც ყავს სელენა იმის მიხედვით, მეორე პოლარობას როგორც შავ მთვარის ენერგია ისე ცხოვრობდნენ ხოლმე და სინამდვილეში ეს პოლარობები ყველას გვაქვს გახლეჩვა, შინაგანი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე რომ ეს ნაწილი, ლილიტის ნაწილი მივიღოთ, ხო, როგორც გავამთლიანოთ უკვე სელენასთან ერთად. და სანამ ეს ორი ენერგია ესე გვექნება გახლეჩილი ერთმანეთისგან, ხო? და როგორც წესი, თუნდა ძალიან ძლიერად თუ ლილიტზე ვზივართ, ძალიან ძლიერად სელენას ენერგიასაც ვიცავთ, ოღონდ არასწორად. ფაქტიურად ლილიტურ დონეზე ხოლმე, ხო, ამ სელენასთან და ძალიან მნიშვნელოვანი არის ჯერ გვეცმოდეს სისტემა როგორ არის აწყობილი, ხო? მაგალითად, ჩემს პირად გამოცდილებებში, როდესაც მქონია სელენას ენერგეტიკასთან კავშირი კლიენტებთან, ისე რომ ვთქვათ, ხო? როცა თერაპიულად ახაც მაგალითად 30 მაისს მაქვს ჩანიშნული სელენას კარმულ ანალიზზე, ესე რომ ვთქვათ, ტრენინგი, ჯგუფური ტრენინგი, სადაც გვექნება უფრო თერაპიული მიდგომა, უფრო წარმოსახვითი თერაპია, ჰიპნოთერაპიული ელემენტებით, ესე რომ ვთქვათ, და უფრო მედიტაციური პრაქტიკა, იმიტომ რომ სელენას ენერგია სჭირდება ფაქტიურად სხეულზე ჩასვლა, სხეულში შესვლა, ენერგეტიკასთან კონტაქტი და მონაწილეების პირადი რუკებით გავივლით უკვე ჯერ თეორიულ ნაწილს და მერე პრაქტიკას სულ 4-5 ადამიანი მოყოლება, მხოლოდ მეტი არა და ეს უნდა იყოს ძალიან ისეთი სისტემური მუშაობა სელენაზე. და რატო არის ეს სელენას ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი? პირველ რიგში ცოტა მაღალ ასპექტში რო ავხსნათ, სულიერ სამყაროებთან კავშირში რო ავხსნათ, აი სულიერ სამყაროების მაღალი ვიბრაციები, ეს ჩვენში არის ყოველთვის სელენას ენერგეტიკა. ანუ სელენას ენერგეტიკა ფაქტიურად გვაახლოებს სულიერ სამყაროებთან, ნათელ ვიბრაციებთან. ანუ ეს არის ფაქტიურად არხი, რადიოსიხშირე, საიდანაც ნათელ ენერგიებს, ნათელ სამყაროებს უკავშირდებით. მე ამდეც მივედი, თვითონაც ეს არქეტიპულ დონეზე სელენა, თეთრი კარმა უფრო ამასთან არის ასოცირებული და როცა უშუალოდ ვიკვლევდი უკვე ამ ენერგიას, ყოველთვის იყო ეს რაღაცა ღვთიური ჩვენში ნათება. ნუ ფსიქოლოგია ამას ინდისი, ნამუსი, ავთენტური მე, ნამდვილი მე და ამას ეძახის. ოღონდ მე ცოტა ღრმა შეხება მქონდა სელენასთან იმ კუთხით, რომ უფრო თუნდაც ჩემ პრაქტიკებში მარტო პირად გამოცდილებაზე არ გეუბნებით, თუნდაც ჩემს თერაპიულ პრაქტიკებშიც, როდესაც სელენას ენერგიას შეეხებოდა ადამიანი, იქ აი თავის თავსაც ვერ ცნობდნენ, იმხელა სიმშვიდე მოსდიოდათ, იმხელა
სიკაშკაშე მოსდიოდათ, ხო, ენერგეტიკულ დონეზე გრძნობდნენ ამას და შემდეგ შევიმუშავე, ესე რომ ვთქვათ, უკვე სხვა პრაქტიკები, ტექნიკა, ესე რომ ვთქვათ, რომელიც კიდევ უფრო გვაახლოვებდა ამ სელენასთან, ეს ინდივიდუალურ თერაპიებს გულისხმობ, ან ინდივიდუალურ შეხვედრებს და ყველა საინტერესო რა იყო, იცით, ცოტა ხნის წინ შევხვდი მე ჩემს სელენას ენერგეტიკას, მიუხედავად იმისა, რომ სისტემა როგორ მუშაობდა, ის ვიცოდი. აქ არ გულისხმობ გახსენებას ერთ-ერთი ინკარნაციის, სადაც ეს ნამდვილი სელენას ენერგია იქ გამოვავლინეთ. აქ აი პირდაპირ ეხლა ამ ენერგიაში როგორ შემოუყვანოთ სელენა, ამაზე არის აქ საუბარი, ხო? და დაახლოებით ბოლო 4 წელი ამ პრაქტიკებში უკვე აქტიურად ვიყავი ჩართული, ვინც ახლა თერაპიულად მოდიოდა ხოლმე და უკვე გავდიოდით ამ სელენას არხზე. აი მოდის ადამიანი ძალიან სერიოზული პრობლემით, ხო? აი რაღაც ძალიან აწუხებს შიგნით, ოღონდ არ იცის ბოლომდე რა აწუხებს და ნენელა რომ ჩავსულ ვართ, არის ლილიტის ენერგია. აი ძალიან პირველი შეხედვით ეს არის თუ არის აქ შავმთვარე კურო ან მორიელის ღერძი, ეს არის მთლიან დაბლოკვა ენერგეტიკული ველი, ის სხეულის, ახლა კუროს შემთხვევაში სხეულის მიტოვება არის, მორიელის შემთხვევაში ეს ენერგეტიკის ემოციების მიტოვება არის, ხო, ღრმა ემოციების მიტოვება არის სადღაც და რა ვიწყებთ ახლა კუროებთან ან მეორე სახლებთან, ძირითადად უფრო სხეულზე ორიენტირებული თერაპია არის მანდ ეს შეგრძნებების გაძლიერება, ხო? აი შეგრძნებებში რომ მოვიდეს ადამიანი, სხეულთან კონტაქტით რომ მოვიდეს და აქედან მე ნენელა გავდიოდით ხოლმე უკვე სელენაზე. და როგორ რაღაც ხდებოდა, იცით, აი მთლიანად ჩემ გამოცდილებას გეტყვით. ალბათ ერთი, არ ვიცი, რამდენიმე ათეულო ადამიანთან მქონდა თერაპიული პრაქტიკა, მაგალითად სელენა მორიელებთან ან მერვე სახლებთან და ერთი და იგივე სურათს ხატავდნენ, რომელთანაც არ აქვთ ერთმანეთთან კავშირი საერთოდ, არც იცოდნენ მაინც ასტროლოგია. და როგორც არის არქეტიპულ დონეზე აღწერილი ლიტერატურაში, ხო? ყველა, ოღონდ სელენა მორიელები და მერვე სახლებები, ყველა ნახულობს ჯავშანს. რკინის ჯავშანი მაქვს და საერთოდ უძლეველი ვარ. ძალიან ღრმა კავშირი მაქვს ყველაფერთან, ესე ნახულობდნენ ხოლმე და იცით რა ხედავდი, რომ ამ სელენას ენერგიასთან როგორც კი კონტაქტზე გადიოდნენ, აი ეს ლილიტი, ეს ხალხი, ეს ტრამვები, იცით როგორ უმნიშვნელო ხდებოდა მათთვის, რომ საერთოდ მე იმდენად შინაგანად ძლიერი ვარ. ეს არაფერი არ მაშინებს, საერთოდ აღარც არიან ესენი აქ, ხო, გარშემო. ანუ რითიც მოდიოდნენ, მაგალითად, რა ეს პრობლემა მაქვს, ის პრობლემა საერთოდ ქრებოდა და სხვა მასშტაბით უყურებდნენ მერე უკვე სამყაროს და ყველა საინტერესო ჩემთვის ის იყო, როგორც კი ერთხელ მაინც შეეხებოდნენ ამ ენერგიას, მერე მართლა იცვლებოდა ხოლმე მათი ცხოვრება. რაღაც სხვა სიძლიერე შემოდიოდა, სხვა ენერგეტიკულ ველს გრძნობდნენ და მე ამას ვარქმევდი, რომ ჩვენ ვიხსენებთ სინამდვილეში ვინ ვართ. ის სულიერი არსებები, რომელიც გაცილებით დიდია, გაცილებით გრანდიოზულია, ვიდრე ჩვენ გონია. და აქედან მე როგორც კი უკავშირდებით აი ამ სულიერ არხებს, ხო, იქიდან უფრო დიდ დაცვასაც ვღებულობთ, მე ესე ხედავდი ამას ყველაფერს, იმიტომ რომ მე წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი მათ ცხოვრება როგორ მიდიოდა, როგორ ხედავდნენ ამ ყველაფერს და მეც ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად აი ისეთი ინსტრუქცია მიმეცა, რომ არ დაეკარგათ ამ ენერგიასთან კავშირი. თუმცა იმასაც ვაკვირდებოდი, რომ ერთი ენერგეტიკული ძვრა თუ მოხდა, აი ეს რაღაც ნახტომი, ენერგეტიკის ველის შეცვლა, იქ უკვე ესე მარტივად აღარ იყო საქმე, ხო, ვეღარ ბრუნდებით უკან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, აღარც გვინდა აქ დაბრუნება. ადრეც მოგიყევით ერთ სელენამშილდოსანზეც, მეორე სელენამშილდოსანზეც, რომელმაც იგრძნეს ეს სელენას ენერგია მათში, სხვა ვიბრაციები მაღლა ავიდნენ და მიხვდნენ სადღაც, რომ ძალიან ესე ქვევით არ უნდა ჩამოეყვანათ თავი, ხო? აი რაღაცნაირად დიდი სიბრძნე შემოდიოდა მათში ენერგეტიკული. და ძალიან ბევრი ისტორია არ მინდა ახლა ხოლმე ისე ვახსენო, უბრალოდ ყველაზე საინტერესო ის იყო ჩემთვის, რომ ამდენ თერაპიულ პრაქტიკაში, რასაც ვაკეთებდი, ახლა მეორე თამუნა არავინ არ არის, მე იგივე გამიკეთოს და მე რჩევოდი ისე. რომ ჰიპნოთერაპიაზე ახლა კი ბევრი გამიხსენებია, ვინ ვარ სულიერად, იქ სხვა სამყაროებში მინახავს თავი, ცხოვრებებს შორის მინახავს თავი და წინ მომავალ ცხოვრებებშიც მინახავს თავი, მაგრამ აი ახლა ამ ეტაპზე, რასაც მე ვაკეთებდი მაგალითად სხვებთან,
ეს მე პირადად არ მქონდა გამოცდილებაში და მქონდა რაღაც ერთ-ერთი ესეთი პრაქტიკა, ეს არის ხელზე ორიენტირებული თერაპია და მე ახლა ძალიან ბევრ თერაპიულ პრაქტიკებში რო ვარ უკვე ძალიან სენსი მაქვს ასეთ რაღაცებზე და ადვილად ვიცი უკვე სად როგორ გავიდე კონტაქტზე ხელთან და ყველა ცენტრში იყო ზუსტად ის დავინახე მეც რასაც ხებს ვეხმარებოდი რომ დაენახათ და რასაც ვამბობ თეორიაშიც ხედავ პრაქტიკაშიც ახლა ირგვლივ რომ ვიცი რომ ეს არის მაგრამ პირადად ჩემთან არ მქონდა ნანახი და ახლა ჩემ გამოცდილებაზე უკვე გეტყვით ახლა სხვებისას რო ყვებ იყო ესეთი ხელზე ორიენტირებული თერაპია სადაც უნდა დაგვენახას ხელში რა ხდება აი უბრალოდ დაგვეთვალიერებინ ადრეს მე თქვენს გაგაკეთებინეთ ეს ვიდეო ჩავწერე ამაზე ნუ სხვა შორის ახლა გამახსენდა 2 აგვისტოს მეწყება ასტროლოგიის სკოლა, სადაც უამრავ ინფორმაციას ყვები. 40 საათზე მეტი გამოგდის ხოლმე სასწავლო ორთვიანი კურსი არის და სწავლა. 5-6 საათი მაქვს ინტენსიური შეხვედრები ხოლმე, 4 საათი მაქვს მონიშნული, მაგრამ ეს 5 საათამდე, 6 საათამდე გადის ხოლმე ხშირად. და კვირაობით არის შეხვედრა და ფაქტორად იმ ასტროფსიქოლოგიას და კარმულ-ასტროლოგიას ვასწავლე თავის ჯგუფური თერაპიებით. და ვისაც გააქვთ სურვილი საკუთარ თავზე იმუშაოთ, არ არის მარტო აქ ასტროლოგია ვისწავლო და ასტროლოგია გავხდე. აი თუ გნებავთ, რომ აი ამ სამყაროს ეზიაროთ, ესოთერულ სამყაროს, სადაც შეისწავლეთ თქვენ თავს ენერგეტიკულ ფსიქოლოგიურ დონეზეც, პლუს ჩაუღრმავდებით, როგორი ენერგეტიკა გვაქვს, ხვები როგორები არის, როგორ დავინახოთ ადამიანები უკვე რუკით. შეგიძლიათ მოგმართოთ, ესე რომ ვთქვათ, ძალიან საინტერესო ხალხი მოდის ხოლმე ჩემთან კურსზე, ახლაც გადის ერთ-ერთი კურსი. სადღაც 2 კვირაში დავასრულებთ უკვე. და ძალიან ღრმა სიღრმისეულ ცოდნას ვიძლევი. და სხვა შორის მოდიან ხოლმე სხვა სკოლაც რო აქვთ გავლილი და აბსოლუტურად სხვანაირად უყურებენ მე ასტროლოგიას, იმიტომ რომ ჩემი განხრა აბსოლუტურად სხვა არის, მე თან არ არის აქ მარტო მშრალი ასტროლოგიაზე საუბარი, ხომ უამრავი სხვა პრაქტიკები მაქვს, რომელსაც ასევე ვაზიარებ ხოლმე და მე მგონია რომ ბევრისთვის საინტერესო იქნება ეს კურსი. და აი, როდესაც მაგალითად ჩემ თავზეც თერაპიულად დავიწყე ეს ხელზე ორიენტირებული კუთხით, აი, ზუსტად სკოლაში ამას გავდივართ, თეორია პლუს პრაქტიკა, ხო? ანუ როდესაც იმ კომბინაციებს სჭირდება რომ ვიცხოვროთ ჩვენ ეს ხო, შინაგანად, ხო? და იყო ესეთ პრაქტიკა, რომ უნდა გვეპოვა დაძაბულობა ჩვენს სხეულში. და ნუ ადრე მქონდა მკლავებში დაძაბულობა და ჰიპნოთერაპიაზე ისეთი ვინახე რომ შუა საუკუნეებში კოცონზე რო დგავარ და რომ ძოვენ და ყელებში რო გზნობ ალს და თითქოს სხეულს გადმოეცა ესეთ რაღაც ვიგრძენი რომ სხეულს გადმოეცა ეს ტკივილი და დაიმახსოვრა სხეულმა გამოატარა ეს ტკივილი და დაძაბულობა და შემდგომ ერთ-ერთ აი ამ პრაქტიკაზე ვხედავ რომ აი ეს ბეჭები მაქვს დაძაბული ძალიან და მართლა სულ მქონდა იდეალისტაც ვეღებდი აი ესე რომ გაგხელები და ნუ აი როგორ რაღაცა ისეთ ახლა ყველაფერი მე შორენოდილად არა ვარ ისეთ რაღაცები მაქვს გაკეთებული ძალიან ბევრი რომ ვერც ფიქრებშიც ვერ გაბედავს იმდენად შეიძლება ანუ თუ რამე არ არის ჩემი ეს შიში არის და ანუ გამეკვირდა რომ ნახე რომ სხეული თვითონ არის მობილიზებული ისე თითქოს აი ესე არის რა და გავყევი ამ სხეულს რომ აი რისი ეშინია ხო უცხო იყო თან დამაინტერესა რა არის რა შიშია გამიხარდა კიდე ცოტა რომ რაღაცა შიში შეიძლება იყოს თქო და აი ესეც წარმომედგა თვალები დახუჭული გვაქვს ტრანსული სიტუაცია არის თერაპევტი მიგვიძღვის აი ამ თერაპიის პერიოდში და მე ვხდი რომ რაღაცას ვიცავ ანუ თითქოს აი ესე მაქვს თლიანად და აი ეს მხრები მე უნდა გაგვემუქებინა ეს მხრები ანუ ის ტკივილი ის ადგილი ფერი უნდა მიგვეცა და აი ისეთი შეგრძნება მქონდა რა ეს არის თითქოს ატყავებული უკვე აი ის რომ დასკდება საღებავი რაღაც რკინაზე აი ესე არის დიდი ხანია თითქოს ესეთის დიდი ხანი არის აი ესე არის ეს კლავები და გავყევი ამ კლავებს რომ რას იცავს და ხვდები რომ აქ რაღაც მნიშვნელოვანს უნდა მივაგნო ახლა და აი აქ მთია რაღაცა პატარა ცეცხლი და თითქოს თლიანად ესე არის მკლავები რომ ეს დაფაროს ან თითქოს ეს ცეცხლი სადღაც დაიფაროს და შევხედე ამ მკლავებს რისგან ვიცავ ახლა ამ ცეცხლს რატომ დაიმუქრებოდეს საფრთხე და აი გარშემო თითქოს არის რაღაცა ბნელი ენერგიები ცუდი
აი, გარემო რა, როგორიც ადამიანების ცუდი ფიქრები, შიშები, ტრამვები, მოკლედ ეს რაღაც დაუნდობლობა და რაღაც სისულელეები, რაც აქვს ადამიანის ბუნება, რაც არის და თითქოს ამისგან ვიცავ ამ ცეცხლს. და აი, ძალიან ისე სერიოზულად ვდგავარ, რომ არა მე ამ ცეცხლს არ დავაბნელებ და ვუყურებ და აი, უცებ მომივიდა ინსაიტი, რა თან ახლა ნენა იკვრება ცაზე, მალე იქნება უკვე ურანი მზის შეერთება. ახლა მერკური ურანის შეერთება არის და ისო ახლა ხანს გიყვებით ამ პროცესს და ეს ინსაიტების პერიოდი არის ახლა ცაზე და აი ოცებ ხვდები რომ რაც უნდა ამ ცეცხლს დაცვა მეთქი არ უნდა და აი ესე კლავიშს წარმოსახეთ მოკიდე ხელი და მოდუნდი მეთქი არ არის საჭირო ამის დაცვა ანუ მივხვდი რომ ეს რაღაცა მორიელური ჩემი ლილიტის თემა არის რომ აი დავიცვა რაღაცა ბნელისგან ეს ნათელი ხო და აი ეს ვიგრძენი რომ ეს ანუ იგივეს უკეთებდი მე სხვებსაც და ზუსტად იგივენაირად გადიოდნენ ახლა სელენა ვერძივარ და ხშირად გადიოდნენ აი ამ რაღაცა ესეთ ცეცხლის ენერგიაზე და მოცა მე თვითონ ვიგრძენი რომ აი ცეცხლი გადიძდა და მთლიანად აგიზგისდა მთლიანად გავხდი მე ცეცხლის ენერგია და ოცა გრძნობ რომ აი ეს ვარ სიამდვილეში და როგორ ამდენი ხანი არ მახსოვდა და არ უნდა ამას დაცვა, ანუ ჩემი შინაგანი ხმა მეუბნება რომ ამას რა თქმა უნდა დაცვა ეს თვითონვე ავტომატურად ან არაფერი არ მოეკარება ამას, ან ისო იქნება, იგიზგიზებს და ამას დაცვა კი არა პირიქით, ანუ აიცით რას მივხვდი უცებ რომ აი ეხლა ძალიან მოკლედ გიყვებით იქ ბევრი სხვა გაცნობიერებებიც მქონდა და თა რო გავყევი ეს ცეცხლი რა არის რა და ეს ავიხედე ზევით და ეს რაღაცა ცოდნა რომელიც მე შინაგანად მაქვს და ეს უიგიზგიზებს და არაფერი არ არის საფრთხე. არავინ არაფერს არ დაუშავებს ამ ცეცხლს, იმიტომ რომ თვითონ ცეცხლი არის ისეთი, რომელიც ირგვლივ ყველაფერს დაწვავს. და განა იმიტომ რომ რა აგრესია გქონდა და და ეს თვითონ ანათებს. თუმ ეკარებიან და იცებიან რა და აი მოკლედ რო გითხრათ, აი იმხელა ფეიკი აღმოჩნდა ეს ჩემი ლილიტის თემას, როცა ვამბობ, რომ აი გაქრა, ყველაფერი გაქრა, ის ჩემი შიშები, ის ჩემი აი შინაგანი ნეგატივები, ყველაფერი გაქრა და არის უბრალოდ ცეცხლი. ეს არის შინაგანი სიმყარე და სხვათა შორის ყველა ცენტრს რა იყო იცით, რომ შემდეგ რაღაცები ისე აიწყო გარემოება და ესე მყარად გამოვედი. საერთოდ აღარ მქონდა არაფერი ის რომ აი ვინმე ჩაგრავს ან რაღაც აი ძალიან მყარად დავდექი შინაგანად და მივხვდი რომ იმ თერაპიას რაც ხვები მეუბნებოდნენ მე რომ აი ახლა სხვანაირად გავარ მყარად აი ზუსტად ესე მყარად დავდექი და ახლა ძალიან მოკლედ გიყვებით და ძალიან გულახდელად გიხსნით მაგრამ მე ვისთანაც მე სელენა ვერძებთან მქონია ან სელენა პირველ სახლებთან ან სელენა მარსის შეერთება ხო მსგავსი კომბინაცია ისო ეს კონდათ ხოლმე რაღაცა ცეცხლი გიზგიზებს აი ინთება დიდი ცეცხლი რაღაც ძალიან გრანდიოზული ოღონდ ეს არის პოზიტიური ცეცხლი ეს არის რაღაც აი ნათება ესეთი და აი როგორც სელენა მორიელები რომ მეუბნებოდნენ რომ მე ჯავშანი მაქვს მე რკინა მაქვს აი მთლიანად ფოლადის ვარ მე გაუტეხელი ვარ ხო და თვითონაც იყვნენ აღრთოვანებულები და გაოგნებულები რომ ეს არ მეგონა ამხელა ძალა თუ მქონდაო შინაგანიო და ზუსტად ეს ვგზენი რომ ამხელა ცეცხლი თუ მქონდა არ მეგონა არ იცოდი და აი წამოვიდა რა იცით ენერგეტიკულ დონეზე აი ხალხს კი ვგრძნობ ამ ცეცხლს შიგნით სულ ეს პერიოდი უკვე ვგრძნობ ამ ცეცხლს ეს არის იცით რა იყო ყველა საინტერესო რომ მე სხვა ქვიყავი თითქოს ოღონდ ვერ მხედავდი ანუ ყველასთან ეს იყო ხოლმე რაც ავაკარდებოდი როცა სელენას შეეხებოდნენ რომ ეს არ არის რომ დავივიწყე ეს არ არის რომ მივატოვე არა აქვე აი მე ის მეორე მხარე აი ჩემ ცეცხლიც მეუბნება აქ ვარ კაცო სულ უბრალოდ არ მაქსებდი ყურადღებას მაგრამ ესეც ოკეი არის თუ არ მაქსებდი ყურადღებას ხო აი ესეთი რაღაც არის ბევრმა სელენას ასწორენ ხა წინაზე წავდა სელენას ასწორი როცა შეხვდნენ ამ სელენას ანუ აქ როგორი ადგილი არის იცით ის პლანეტების ეს ყველაფრის მნიშვნელობა მეორე ხარისხოვანი ხდება უკვე როცა ამ ენერგიასთან გაკავშირი თითქოს რაღაც იმ ნათებას შეეხე, რომელიც საერთოდ სხვა სამყაროში გგონია და ამ დროს შენ შეგიძლია შემოიტანო ეს ნათელი ენერგია, ხო? ეს გავიხსენოთ
სინამდვილეში ვინ ვართ, ამიტომ იყო აი ამდენ პრაქტიკებში რომ მქონდა ეს გამოცდილება, მაგიტომ მინდა რომ გავაკეთო ეს ტრენინგი 30 მაისს რომ იქნება. რომ ფაქტიურად ამას რო იხსენებენ, ამ ენერგიასთან კონტაქტი აქვთ და მე თერაპიული პრაქტიკაც არის აქ მნიშვნელოვანი მედიტაციური პრაქტიკები, რომ იმ ენერგიაში არის ტექნიკები, როცა ჩამოგვაქვს ეს ენერგია, შემოუშვებთ შიგნით და თან ყველაზე საინტერესო რა იყო იცით, რომ ახლა მე როდესაც ვატარებ ესეთ სეანსებს, მე ვიცი როგორ გიდირებულად როგორ წაუყვანო ადამიანი, ვიცი იქ ლილიტის ენერგია სად არის, იქ კარმული კვანძების ენერგია რა არის და ბუნებრივად მივდივართ ხოლმე აქ და აი ჩემთვის იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ მიუხედავად რომ ამაში ვტრიალებ, აი ეს ცეცხლის ენერგეტიკა იყო აქ მნიშვნელოვანი, თორე განავიზუალიზაცია რომ ცეცხლი დავინახე. ენერგეტიკა იყო ის სელენა მორიელებიც, მაგალითად ის სელენა თხისრგებიც რაღაც არ ნახულ სიმშვიდეს რო ნახულობენ და მოთმინების დიდ უნარს, ასკეტურობას რაღაცა ძალიან დიდ, აი კოსმიურ დონეზე ასკეტურობას ნახულობენ ხოლმე და იციან რისთვის უნდა მოითმინონ თან ყველაზე საინტერესო ეს არის, ხო? ამ ენერგიასთან ეს არის ერთი ტვინით, როცა კონტაქტი გვაქვს, მაგრამ მეორე მთლიანად ენერგიას რო გავხსნით და ამ ენერგიის ის რო ხვდებით გამტარი სრულად, აი მე რო ხვდებით ეს ლილიტის ენერგია, როგორი შიშია, შიში იმისი, რომ ის არ დაგვეკარგოს სელენა და ამ დროს რა უნდა დაგვეკარგოს, ეგ არის მთავარი. იმას ვერაფერი ვერ დაკარგავს, იმიტომ რომ ეს არის ის ღვთიურ ვიბრაციას რო ვეძახით, მაღალ დონეზე აყვანას ვეძახი ამას სელენასი. თორე დაბალ დონეზე სელენას არის ხალხი ლილიტივით იყენებს ჩვეულებრივად, ეხლა ძალიან ბევრი სელენა მორიელი ვიცი, სხვის ენერგიაზე ზიან ძალიან კარგად. სხვის ფულზე, სხვის რესურსზე თელ ჩვენი თავრობა სელენა მორიელები არიან, ხო, ჩაუვარდათ დიდი რესურსები ქვეყნის, ბიუჯეტით, ქვეყნის რესურსები და ძალიან კარგად პირად ლილიტში გადაყავთ. ხო? პირად სარგებელში გადაყავთ ეს სელენას ენერგია და აქ უკვე ვამბობთ უფრო რომ ძალიან დაბალ ვიბრაციულად იყენებენ, ზუსტად იმიტომ რომ არ ახსოვთ ამ სელენას ენერგია, ხო და ლილიტში გადაყავთ. და როდესაც არის მეორე დონე და მესამე დონე, როცა ვიხსენებთ ჩვენ უკვე მართლა ვინ ვართ სინამდვილეში და ის არსად არ დაგვიკარგავს და იმ ენერგიას ისევ ვაქტიურებთ ამ სამყაროში, შემოდის ძალიან ბევრი უნარები, ბევრი ნიჭი სხვათა შორის და სხვათა შორის აი ძალიან აქტიურად რო გითხრათ, სელენას ზონაში, ძირითადი წარმატებები სელენას ზონაში გვაქვს ხოლმე ჩვენ. ძირითადი ვიბრაცია სელენას ენერგია არის, ხა მე რასაც ვაკურდები ხოლმე და აი ხა თუნდაც ეს ჯულია რობერტსზე ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე სელენა ვერცი და მისმა აი ამ პოზიტივმა და აი იმ რაღაც გულწრფელმა ღიმილმა მოუტანა რეალურად წარმატებები. ხო, მისი ენერგეტიკა ძალიან ეტყობა ხოლმე და აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯერ ის გავაცნობიეროთ თეორიულ დონეზე. და შემდგომ უკვე ვიმუშაოთ მედიტაციურადაც, მედიტაცია რა არის? მე მაგალითად მედიტაციურ პრაქტიკას ვიყენებ. აი ესე ნენელა კონცენტრირება სხეულში, მუსიკა შეგვიძლია ჩავთოთ ხოლმე, ნენელა სხეულზე კონცენტრირება და ამ ენერგეტიკული იქ ბლოკები იქნება, რა გვიშლის ხელს მაგალითად ამ ენერგიას, რაც გითხარით, ხო? ენერგეტიკული ბლოკიდან სელენაზე გავედი პირდაპირ, ხო? და ჩემ თერაპიულ პრაქტიკაშიც ამას ვიყენებდი სულ რო ჯერ ვათვალიერებ თუ არის უკვე მე თერაპიულად მოსული, ახლა პირველ შეხვედრაზე, პირად კონსულტაციაზე ძირითადად, ახლა მთავარი რაც არის რუკას გავდივართ და ცოტა თერაპიასაც ვასწრებთ ხოლმე. ზოგჯერ არის საერთო თერაპია არის და ხედავ რა ადამიანს საერთოდ ეხა ის რუკა იმდენად არ ინტერესებს, რამდენადაც რა ხდება მის ცხოვრებაში და რუკაში რა ჩანს და ამას გავდივართ უკვე თერაპიულად. მაგრამ საერთოდ როცა უკვე შინაგან ენერგეტიკული ბლოკების დიაგნოსტიკაზე მივდივართ, როგორც წესი სელენასთან გავდივართ ხოლმე. და ჩემ შემთხვევაშიც, ჩემ თერაპიულ პრაქტიკაშიც იგივე მოხდა. ის რო არ დამენახა მე რომ აი აქ რაღაცა მაწუხებს და იმას არ შევხედროდი რა მაწუხებს და რატომ მაწუხებს და იმას ვიზუალიზაცია არ მიმეცა მე ეს რომ მაწუხებს, როგორ გარდაიქმნება ეს ენერგია. ხო და სინამდვილეში რას აკავებს ეს ენერგია, რისი შიში შეიძლება იყოს, ან რისი წუხილი შეიძლება იყოს. აქედან გავედი მე ამ სელენაზე. აგიზგის და იმ ხელა ცეცხლი რომ საერთოდ სრული უშიშრობა შემომივიდა შინაგან ის რაც ვარ სინამდვილეში და ეს ხალხი, ეს გარშემო, ეს
ერთმანეთს რო ჭამენ საზოგადოები, ისეთი უნიშნელო გახდა, საერთოდ რა გიხება შენ. ხო და აი ეს იყო ძალიან საინტერესო ჩემთვის. ხშირად იყო სხვათა შორის როგორ რაღაც იცით, აი რო თერაპიულ პრაქტიკაში შესულა ადამიანი თავის ლილითთან კონტაქტზე და ლილითი ეს არის ამ შემთხვევაში როგორი ენერგია იცით, ნუ ვის სატყავს ამის და მიხედვით, ხო? შესულა ამ ლილითთან და აღმოუჩენია, რომ სინამდვილეში სელენას იზისალიან და ლილითი ყავს განდევნილი საერთოდ საკუთარი თავისგან. ხშირად მინახავს ლილითი ვერძების შემთხვევაში ინდივიდუალური მე, აქტიურობა განდევნილი აქვს თავისი მედან, ესე რომ ვთქვათ და თერაპევტი რო წავსულა რომ თაბა რისი შიში შეიძლება იყოს, ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რომ მე შინია ვინმე არ დავაზიანო და მე შინია ჩემ აქტიურობამ რაღაც ცუდი არ მოიტანოს. და მან მივდივართ, აღარ შეხედო ახლა ლოგიკას, წარმოიდგინე რა დააზიანე, ვინ როგორ დააზიანე. და შეხვდი ამას, რომ შენ ვიღაცა დააზიანე. და აი ისე ძალიან ისტერიული ტირილიც დაუწყია და აი ისე გვიცხოვრია ეს ენერგია, რომელიც შემთხვევაში არ მომხდარა. მაგრამ მისი ფსიქიკის წარმოდგენაში ეს უბედური შემთხვევა მოხდა. და კარმილას როლგეით რეალურად ეგ არის. რაღაცა მანდ მოხდა ესეთი, რომ მისმა მოქმედებამ შეიძლება ვიღაცები დააზიანა, ან ვიღაცებმა დააზიანეს ის, ხო? ან სულ აი ამ ციკლში დამაზიანეს, დავაზიანეს, სულ ამ ციკლში არის და საჭირო არის ამ ციკლის გაწყვეტა. და როგორც წესი, რომ შესულ ვართ აქ, ხო? ნუ ძალიან ხშირად ეს კომბინაცია მოდის ჩემთან სელენა თხისგები. და თხისგარა არის ის იმდენად ასკეტურად იყო, თვითონ სატურნის იდეა, ხო, ეს არის არქეტიპულ დონეზე ენერგია, რომელიც მამამ უარყო, ხო, სადღაც იყო წავიდა რაღაცნაირად დარჩი და გაციებული იყო შინაგანად, ხო და აი ამ თხისგის ენერგიაში ეს არის როგორღაც ადამიანი შეეჩვია უმოქმედობას, შეეჩვია სიმშვიდეს, გაყინულობას და კარგი კუთხით გაყინულობას ვამბობ, ხო, რაღაც ასკეტურობას, რაღაც ეზოთერული დიდი იდეების ასკეტურობას და მოქმედება აღარ წამოვიდა უბრალოდ. და ამ დროს სამყარო ითხოვს, რომ ცოტა მეტი ცეცხლი არის საჭირო, ცოტა მეტი მოქმედება არის საჭირო, დრაივი არის საჭირო. ამ დროს სელენას ის ადამიანი და გაშიშებული არის საერთოდ, ხო? ხშირად არიან ხოლმე ჯგუფურ თერაპიებზეც, ადამიანი ყვება როგორი მკაცრი ოჯახი ყავს, წარმოდგენა არა აქვს ასტროლოგიის, მკაცრი ოჯახი ყავს, თვითონაც არის ესეთი გაქვავებული, ნუ ეს ძალიან აქტიურ თხისქას ვამბობთ ხოლმე, რა თქმა უნდა ლიტი შემთხვევით თხისქაში ყავს და ეს არის უკვე რაღაც საკუთარ ინტროექტებში ჩაკეტილი, სხეულში გამოკეტილი ადამიანი. სატურნის ენერგია უკვე დესტრუქციულად, ეგ არის თორე ჰარმონიული სატურნი, ეს არის პირიქით, რომ მე ვიცი რა ტვირთს ვატარებ, მე ამ ტვირთთან კონტაქტზე ვარ და ეს ტვირთი არის სიამდვილეში სიმყარე. სიძლიერე, სიმყარე, მე შემიძლია აი ამ მოთმინებით, აი ამ ასკეტურობით ისეთ მყარ მიზნებს მივაღწია, რომელიც სხვებს არ შეუძლიათ, ხო? და აი ჩემ ეგოსაც დავარტყა სადღაც, მე შევიკავო ყველა ჩემი მიწიერი სურვილები, შევიკავო ჩემი ფუფუნებისადმი, ანუ მიწიერი ახლა რეალურად სატურნის უმაღლესი არქეტიპი ეს არის, რომ მე შემიძლია დავთრგუნო ჩემი მიწიერი არსებობა საერთოდ, ხო, ასკეტურობა, ეგ ისე რომ წავიდა მაგალითად უდაბნოში, ეს სატურნის ენერგია არის მთლიანად, ხო? უნდა მთლიანად ვიცხოვრო, ყველანაირ წყალზე და პურზე ვიჯდე. აი სატურნის არქეტიპი თვითონ ხა მითოლოგიაშიც ეგ არის, ხო, მთლიანად შეზღუდა, ეს არის უკიდურესი ასკეტიზმი, როდესაც მე ყველაფერზე უარს ვამბობ, მიწიერ სიამოვნებებზე, დარდზეც, ემოციებზეც, მთლიანად ვიყავ ჩემ თავს და ეს არის სელენა თხისგისთვის ყველაზე უმაღლესი მწვერვალი, ხო? აი ამაში ჩამოყალიბ და გამოითალა ძლიერინება, მყარინება, ხო? და იქ ახლა ვერც არაფერი არ ისაქმება. ანუ იქ ვერძი ამაცი ზაცანც არა არის და ძალიან ესეთი არის, ხო? და შინაგანად არიან ხოლმე უკვე აი განდევნიან ლილითს თავისგან. და ემსგავსებიან ამავე დროს ლილითს, ხო? ვერძის ენერგიას. ოღონდ ეს ვერძი არის სელენასთან კომბინაციაში. ვერძის ენერგია მეორე უკიდურესობა როგორ არის? გაშიშებული, უინიციატივა, მშიშარა, პასიური,
ან გადამეტებულად აქტიური ვითომ და სხვებს აქტიურებენ, ოღონდ საკუთარ თავს კი არ აქტიურებენ, ან სხვების ცხოვრებაში არიან დრაივერები და არა პირად ცხოვრებაში, ხო? და აქედან გამომდინარე, მოდის ზუსტად ეს აი ამ ღერძში დაკარგვა. ამ პოლარობებში დაკარგვა, ხო და სინამდვილეში ეს არის რომ ვერც რომ ამოვქაჩავთ და ამ თხის რქასთან ერთად ინტეგრაციას ვისწავლით, აქ იქნება უკვე სხვა შინაგანი სიძლიერე. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ამ შემთხვევაში ხა, როდესაც ვლაპარაკობთ აქ ლილით თხის რქებზე ხა, აი ამ სიტუაციასაც რუყვებოდი, ხო? ინტროექტებში გამოკეტილი, ანუ სინამდვილეში ეს თხის რქული ენერგია რა არის, რომ ინტროექტები, ხო, ოჯახში სიმკაცრე არის, კაცრად ზრდიდნენ და მეც ესეთი ვარ, შევზღუდე ჩემი თავით. ამბრაზდები ამ ოჯახზე რატო იყვნენ კაცრები, მაგრამ როგორც კი მეუშვებ, თვითონაც ზღუდავენ მე თავის თავს, ხო? სინამდვილეში თვითონ იგივეს უკეთებენ თავის თავს, ხო? და ესეც არის ხელოვნური რაღაცნაირად ჩაკეტვა, გამოკეტვა საკუთარ თავის. ოღონდ როგორ აკეთებს ეს ადამიანი, მე სელენას უყურებთ იქ აუცილებლად. იმ სელენასთვის დამახასიათებლად კეტავს საკუთარ თავს. ახლა ხშირად მოდიან ჩემთან ლიტი თხის რქები სელენა თევზებით და თევზი ეს არის ფერადი. ხშირად მეუნებიან, როცა ამ ლილიტზე გვიმუშავია, შეხვედრილა საკუთარ თავს ადამიანი ისეთი მგრძნობი არის, ისეთი ფერადი, პეპლებივით ვარ, ზოგს უთქვამს ცისარტყელა ვარ, ზოგს უთქვამს ისეთი სულიერი ენერგია არის, აი ისეთი გრძნობებში რო არის, აი ყველასთან კოსმიურ დონეზე ყველაფერში არის მათი ენერგეტიკა, ხო? და ამასობაში სიმყარე და სტრუქტურა მათთვის უცხო არის. ეს ამ დროს ამ თითქოს სიმკაცრებს იცავენ, მაგრამ სინამდვილეში არაბუნებრივად გამოსწით, იმიტომ რომ ეს მათი არ არის. და რაღაცა დონეზე აქ ფსიქიკამ გააკეთა ისეთი რამ, რომ მე ვიცავ თითქოს ამ სიმყარეში, ამ ჩემს სელენას, რომ სტრუქტურის გარეშე მგონია რომ დავიკარგები. და აი ამ ფსიფერადეს რო შეხვდებიან, იქ თხის რქა აღარ ხდება მე ეს ჩაკეტილობა, ხო? ეს ხდება სადღაც რომ მე გრძნობებში რომ ვიგრძნობ სამყაროს ემოციების გამოხატვას, რომ ვისწავლე აი ამ სტრუქტურებს და ენერგიას, რომ აღარ ჩავდებ რაღაც ისეთ რაღაცებში, რაც ჩემი არ არის, ანუ სხვის ტვირთს არ ავიღებ ჩემ თავზე, ხო? აი მოდის უკვე კონსტრუქციული თხის რქა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ, ხო და მე ცოტა სხვანაირად ვყურებენ, მე ამ უკვე აი ამ კომბინაციას სხვანაირად ულაგდებათ რაღაცეები. და აი ხშირად პრაქტიკაში მქონია ეს, რომ უთქვამთ რა, აი განკურნებულად გრძნობ თავს სადღაც, რომ აი მე დავიბრუნე ჩემი თავით, თითქოს გამთვლიანდი სხვანაირად და ეს არის ხოლმე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეხლა მეც რო იგივე გავიარე, ოღონდ უკვე ღრმა სტრუქტურებში, თორე ხო განებით ყველანაირ თერაპიებზე სულ ამ ღერძზე გავდიოდი მე თვითონაც, მაგრამ ესე რომ უშუალოდ კარმის გარეშე და უბრალოდ ჩემი ენერგეტიკა, ის სელენას ენერგეტიკა აი ახლა როგორც რეალობა ისე შევიგრძენი, აი ეს აქ მიდიოდნენ ეს ადამიანები, ვისთანაც მუშაობდი და ახლა მე უბრალოდ ხო განებით ახლა არავის არ ესმის ეს, ახლა მე რასაც ვლაპარაკობ და მაინც არ არის ხოლმე მათთვის ნაცნობი. ეს მინდოდა მომეყოლა მეგობრებო თქვენთვის ამ სელენას ენერგეტიკაზე ბევრჯერ მაქვს ეს ნახსენები, მაგრამ სულ ახალ კვლევებში გავდივარ ხოლმე და თქვენ შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო ეს მიდგომა. ველოდები ხოლმე თქვენთან კომენტარებს, ველოდები ლაიქებს, ველოდები უკავშირს და მე შემდეგ კიდე შემოგთავაზებთ ბევრ საინტერესო ვიდეოს. დროებით მეგობრებო.